ეხლა მინდა გირჩიოთ ფილმი, რომელიც 2025 წელს არის გადაღებული და ეხება ნიურნბერგის სასამართლო პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ნიურნბერგის პროცესზე ძალიან ბევრი ფილმი არის გადაღებული, თუმცა არამც და არამც მსგავსი შინაარსით და რაკურსით. ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ამერიკული არმიის ფსიქიატრი დუგლას კელი, რომელიც რეალური პიროვნება გახლდათ და იგი დაიქირავეს იმისთვის, რომ ის განსასჯელები, რომელიც მესამე რაიხის ლიდერებად დარჩნენ, ეს მათ შორის იყო მაგალითად გერინგი, რომელიც ფაქტობრივად ჰიტლერის შემდეგ მეორე თანამდებობის პირი იყო მესამე რაიხში და სწორედ ამ ადამიანებთან მიამაგრეს იმისთვის, რომ სასამართლოს დასრულებამდე თვითმკვლელობით არ დაესრულებინათ სიცოცხლე. მოგეხსენებათ, რომ ჰიტლერმა, კებელსმა და სხვა მესამე რაიხის უმაღლეს თანამდებობის პირებმა ძირითადად სწორედ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე და ამ ფილმში სწორედ აი ამ ფსიქიატრის პერსპექტივიდან არის განვითარებული სიუჟეტი, თუმცა აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებიც იკვეთება და იხსნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით აქ არის ის, თუ როგორ ბათილდება ნიურნბერგის პროცესის ყველა იმ განსასჯელის არგუმენტი, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ თუ რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში, თუ რა დანაშაულს ჩადიოდა კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ გერმანიის იმდროინდელი ხელისუფლება და სისტემა. თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით სწორედ ამიტომ ეს ფილმი საინტერესო, რომ აქ სწორედ ისე საინტერესოდ იხსნება ამ საკითხზე კვანძი და ისე იღებს ყველა ამ თემაზე პასუხს, რომ რეალურად ალბათ ყველა რეალობაში მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანები თავს იბრმავებენ, იქ არსებობს უნივერსალური კითხვა, რომლის დასმის შემდგომაც ყველა ძალიან ათელ პასუხს მივიღებთ, რეალურად ადამიანები გაუცნობიერებლად ჩადიან დანაშაულს თუ ძალიან ღრმად აცნობიერებენ მათ